ირმა ინაშვილის ინიციატივას უკვე მოყვა შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში. ალბათ, რაც უფრო მცირეა მაჟორიტარული სისტემა და დიდია პროპორციული, ასე ვთქვათ, სიის ნაწილი უფრო სამართლიანია, თუმცა, ეხლა მსჯელობის შემდეგ ალბათ პარტიებთან ადეკვატური, ასე ვთქვათ, შეთავაზება იქნება მმართველი ხელისუფლებისა. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, ძალიან მნიშვნელოვანია ეხლა მაგალითად გვესმოდეს, რომ პროპორციული სისტემა, ან ყველანაირი სისტემა, რომელიც არის მიახლოებული ძალიან ზუსტად პროპორციულ სისტემასთან არის მნიშვნელოვანი. გვაქვს წარდგენილი ჩვენი შეთავაზება, ეს არის 150-ზე ველოდებით პასუხს ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, კონსულტაციების გაგრძელება იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი იქნება ოპოზიციის პასუხი. კონსულტაციები, რა თქმა უნდა, ზოგადად აუცილებლად გაგრძელდება, თუმცა ჩვენ ვველით, რომ ოპოზიციის დამოკიდებულება იქნება კონსტრუქციული და ეს მოგცემს ჩვენ შეთანხმების მიღწევის საშუალებას. მე ვფიქრობ, რომ შეთანხმების მიღწევის რესურსი არსებობს, თავარია, რომ იყოს ყველა მხრიდან კონსტრუქციული მიდგომა, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად შევთანხმდები ჩვენ კონკრეტულ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით.